მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. როგორც მოგეხსენებათ, სულ 2 დღის წინ არჩეული იქნა საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. ეს უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პირველი შემთხვევაა, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ირჩევს პატრიარქს. გავლენა ქართული ეკლესიის საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არის უმნიშვნელოვანესი და ეს ბუნებრივია გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ზუსტადაც რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია და ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი უპირველეს ყოვლისა ახალი კათოლიკოსისთვის. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ კათოლიკოს ლეგიტიმაციას, ლეგიტიმურობას არ ანიჭებს სტატუსი ან თანამდებობა. ეს არის პირველ რიგში ხალხის სიყვარული, მისი პატივისცემა, მისი ნდობა, რაც მოჭარბებულად ჰქონდა შიო მესამეს წინამორბედს ილია მეორეს. და მის მაღალ წონას, საზოგადოებრივ წონას განაპირობებდა ზუსტად მისი ცხოვრებისეული გზა და არა ის, რომ ის იწოდებოდა კათოლიკოს პატრიარქად. ასე რომ შიოს იმისათვის, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდეს, ილია მეორის პიროვნებას, ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როდესაც მაინც და მაინც კარგად არ დაიწყო ეს პროცესი. ჩვენ ვნახეთ, რომ თვითონ არჩევნებს ჩამოშორებული იქნა სხვა ფორმალური ტექნიკური მიზეზებით მისი ორი ძირითადი კონკურენტი. ეს ბუნებრივია მისთვის მისი ლეგიტიმაციისთვის გარკვეულწილად დამაკნინებელი ფაქტორია, იყო კიდე რაღაც სხვა არასასიამოვნო ვითარებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი მშვიდობიანად, ნორმალურად დამთავრდა. ყველა მეუფე ამ არჩევნებზე საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა, არ იგრძნობოდა რაღაც განსაკუთრებული დაძაბულობა, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდანაც, არც მისი კონკურენტების, არც მისი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ესეთი ხმაურიანი განცხადებები და ეს უდავოდ კარგია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას დღეს სჭირდება სერიოზული გამაერთიანებელი ფაქტორები და ბუნებრივია კათოლიკოს პატრიარქი არის ყველაზე წონადი ფიგურა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული. იმედი ვიქონიოთ, რომ შიო მესამე მოახერხებს ამ პოლარიზებული საზოგადოების გამთლიანებას, ძირითადი ეროვნული იდეების, თუნდაც ეროვნული ტრადიციების ირგვლივ განავითარებს მათში შემწყნარებლობის, ურთიერთსიყვარულის, პატივისცემის გრძნობებს. მის პირველ სიტყვაში სხვა შორის ეს სურვილები ჩანდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე. კარგი იქნებოდა, რომ მას უკეთესად დაეწყო, უკეთესი სტარტი ყოფილიყო. არ მომხდარიყო მისი კონკურენტების ესეთი უცნაური, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ფორმალური მიზეზებით, არასამართლიანი მიზეზებით მე ვიტყოდი ჩამოშორება პროცესისგან და ეს მას კიდევ უფრო ძლიერს, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებდა, თუმცა ეს უკვე გუშინდელი დღეა, ამაზე ალბათ უკვე ნაკლები საუბარი უნდა იყოს, მისმა საქმეებმა უნდა გამოაჩინოს რეალურად სამომავლოდ საით წაიყვანს ყველაფერს. უახლოეს პერიოდში მე ვფიქრობ, რომ მას მოუწევს ამ საზოგადოების წინაშე გარკვეული ტესტების ჩაბარება, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობის მასშტაბები ძალიან მაღალია და მან ამ მიმართულებით თავისი პოზიცია, თავისი სიტყვა უნდა თქვას, გამომდინარე იქიდან, რომ მას მიესვლება იგივე ხელისუფლებასთან, მე ვფიქრობ, რომ რაღაც ჰუმანური
აქტი მისგან ინიცირებული და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნამდვილად შეუწყობდა ხელს მის ესე რომ ვთქვათ აღმასვლას აი ამ ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსის გზაზე. მე ვიტყოდი ძალიან მძიმე ჯვარ შეეჭიდა შიო მესამე და უსურვოთ მას ამ გზაზე წარმატებები და მის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.